Შიმშილობის 33 დღე პარლამენტთან პროტესტის უკიდურეს ფორმას პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ გუშინელ აქციაზე. თავისუფლების მოედნის დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძე მათ სთხოვა, რომ შიმშილობა შეწყვიტონ. მარიკა ბოლქვაძე მოგვიყვება მათი გადაწყვეტილების შესახებ. მარიკა, გისმენთ. დიახ, გიორგი, მოშიმშილების შეჯერებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა არის ის, რომ არ აპირებენ შეწყვიტონ შიმშილობის ეს უკიდურესი ფორმა და ახლა აპირებენ, რომ პირიქით უფრო აქტიურ რეჟიმში გააგრძელონ. იმ ადამიანებს კი, ვინც ახლა სთხოვს მათ შიმშილობის შეწყვეტას, მადლობას უხდიან და პირიქით ეუბნებიან, რომ დაეხმარონ ამ ყველაფრის ორგანიზებაში, გამომდინარე იქიდან, რომ რუსთაველის გამზირზე ტემპერატურა ძალიან დაბალია, მათ სჭირდებათ დახმარება ახლა ამ მხრივ პრობლემის გადასაჭრელად. გეტყვით, რომ დღეს მოშიმშილეებისთვის პროტესტის 33 დღეა, 33 დღის განმავლობაში ისინი ითხოვენ, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს რეჟიმის ყველა ტყვე. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ამ 33 დღის განმავლობაში მათი შიმშილობის აქცია არც ერთი უწყება, მათ შორის არც ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყოველდღიურ რეჟიმში სჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს არ გამოუგზავნია მათთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც დროულ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს მოშიმშილეებს. გეტყვით აგრეთვე იმასაც, რომ წუხელ ღამით მოშიმშილეებს სოლიდარობის გამოხატვის მიზნით შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები. დაახლოებით 15-მდე სამოქალაქო აქტივისტი დარჩა პარლამენტის მიმდებარედ. მათ აღნიშნეს ის, რომ ახლა მოშიმშილეებისთვის და სინდისის პატიმრებისთვის იმის შეხსენება, რომ მათ გვერდით დგას საზოგადოება, ქართველი ხალხი და სოლიდარობას უცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია. მაყურებელს აგრეთვე შევახსენებ იმას, რომ 7 მოშიმშილეს შორის ერთ-ერთი არის ზურა მენთეშაშვილი, რომელიც გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით სულ რამდენიმე კვირის წინ დააკავეს და ის ახლა 2 თვიან წინასწარ პატიმრობას გლდანის ნომერ მე-8 დაწესებულებაში იხდის. ლევანს ძალიან დიდი მადლიერება ჩვენი მხრიდან. სხვები ძალიან ბევრი ამოდიოდნენ ანალოგიური თხოვნით. მაგრამ ჯერ ამ ეტაპზე საუბარი აქციის შეწყვეტაზე შიმშილობის ფორმით ნამდვილად არ არის. დღე უნდა ცოცხლობდეს რუსთაველის გამზირი, აი აქედან უნდა ისმოდეს სრულიად საქართველოს მისამართით და მსოფლიოს მისამართით ჩვენი ხმა. საქართველოში არ გაფორმდება რუსული დიქტატურა, რომ ჩვენ არ შევეგუებით პოლიტპატიმრებს, არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, არ შევეგუებით განუკითხაობას, უკანონობას, კორუფციას. მადლიერი ვართ ყველას, ვინც ჩვენს ჯანმრთელობაზე დარდობს და ზრუნავს და ამ ყველაფრის ყველაზე კაი გამოხატულება იქნება თუ დაგვეხმარებიან პლედებით, ლეიბებით, საბნებით. შინდელი აქციის შედეგად მივიღეთ ის, რომ 15 ახალგაზრდამ ხამის პროტესტი გააგრძელა 24 საათიან რეჟიმში, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენც რა თქმა უნდა არ ვჩერდებით ის მოთხოვნები, რაც აგვაქვს. ვითხოვთ პოლიტპატიმრების თავისუფლებას, ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და ნორმალურ გზაზე ჩვენი ქვეყნის დადგომას. ეს იყო უფრო აქტი სოლიდარობის გამოხატვის, გვინდა და სინდისის პატიმრებისთვის ანუ შეგვეხსენებინა, რომ ისევ აქ ვართ, ისევ თქვენს გვერდით ვართ და ვიბრძვით. მნიშვნელოვანია მოშიმშილეების გვერდითაც ვიდგეთ, რადგან მათ პროტესტის უკიდურესი ფორმა აქვთ არჩეული და როგორც მოვახერხებთ, ვფიქრობ, რომ მათ გვერდითაც უნდა დავდგეთ. პირველ რიგში თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ვუერთდებით მოშიმშილეებსაც და მოვითხოვთ, რა თქმა უნდა, ამ რეჟიმის გადადგომას. მოშიმშილეები მიიჩნევენ, რომ ახლა მათ ამ პროტესტის უკიდურეს ფორმას გარდა ადგილობრივი, აგრეთვე საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ გარდა ყოველდღიური უწყვეტი პროტესტის ხმისა აუცილებელია მოშიმშილეების ხმაც ესმოდეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და რაც შეიძლება მალე დასანქცირდეს ივანიშვილის რეჟიმის ყველა მაღალჩინოსანი. ისინი თვლიან, რომ პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადასვლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ივანიშვილის რეჟიმისთვის, აგრეთვე ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ არ ეგუებიან პრორუსულ მომავალს და საქართველოს გზა მხოლოდ ევროკავშირისკენ გადის.